დაახლოებით 2 წლის უკან გავხსენი, სადაც მთელი გული და სული ჩავდე, რომ მართლა ძველ ბათუმს თავისი მომსახურეობით, თავისი კარგი გარემოთი გავალამაზებდი და მეც ჩემი შემოსავალი მექნებოდა. წარმოგიდგენიათ, რომ ქირა გადასახდელი არა, მე თვითონ მუშაობდი, დასაქმებული არავინ არ მყავდა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა დამესაქმებინა მაგალითად ახალგაზრდები, მაგრამ ვერ მოვახერხებდი ამ მუშაობით, ვერ ვამუშავე. ფიზიკურად მომხმარებელი არ იყო. თუ იმას გავაკეთებდი, რაც ქირა იყო, ამიტომ ვამჯობინე გაქირავება, რომ რაღაცა სხვა რამე მეკეთებინა. გავაქირავე 2 თუ 3 თვე მყავდა, მახსოვს, აი ეს კაფე რაც არის, გოგონას ძალიან კარგი გოგონა იყო, ვერ ამუშავა. მე მაგალითად ეხლა მირეკავს 10 ზარიდან, მე დღემდე გაქირავებული მექნებოდა ეს კაფე, უბრალოდ 10 ზარიდან 1-ია ქართველი, 9 არის რუსი. მე ესე ვფიქრობ, მე რომ ეს კიდე რუსზე გავაქირავო, თუ ვინმე ქართველს შემორჩენილია გასეთი ბიზნესი, მას უფუჭებდა, ამიტომ მე ჩემს ქართველს ვერ გავუფუჭებ მდგომარეობას. აი წარმოგიდგენიათ ეხლა ამდენი რაოდენობის კაფე რო არ იყოს, როგორ კარგად იქნება. შენი ქართველი ის სახელმწიფო მოხენე, რომ შენს მოქალაქეზე უფრო მეტ კი არა, ნომერ პირველი ჩემზე უნდა ზრუნავდეს და მერე უნდა ზრუნავდეს სხვაზე, ვინც არ უნდა იყოს ეს. რუსი, უკრაინელი, ბელარუსი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნუ გამიმტყუნებენ თუ რუსზე მექნება მეტი აქცენტი, იმიტომ რომ ის არის ჩემი ქვეყნის ოკუპანტი. გარდა იმისა, რომ ჩემი ბიზნესის და ქართველების ბიზნესის ოკუპაციას აკეთებს, ისედაც 20% აქვს ოკუპირებული.